დღეს ჩვენ აღვასრულთ ანდრია კიტელის კავრი. კიდევ ერთხელ მთელი ჩვენი ძალისხმევა, მთელი ჩვენი სულიერი, ემოციონალური და ხორციელი, მთელი ჩვენი ადამიანური ძალისხმევა და ყურადღება მიმართული იყო თვით ჩაღრმავებისაკენ. ეს იყო მიმართული იმისათვის, რომ ადამიანში აღიძრას მეტი სინანული. სინანულის კანონი, ანუ კანონი იმისა, რომ ადამიანმა შეიცნოს თავისი შინაგანი მე, შეიცნოს მისი დამოკიდებულება, მისი პოზიცია, ლოკაცია ამ დროისა და სივრცის განზომილებაში. ღვთის წინაშე როგორ დგას, რა უშლის ხელს, რა კენჭია თუ ქვა თუ მთა უშლის ხელს იმისათვის, რომ წარმატებით გადაადგილდეს და მცირედ მაინც წინ წაიწევს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც სინანულს აღემატებოდეს. ყველა ცოდვა მონანიებადია. ფაქტიურად იქ სულიწმიდის გმობა და რა უნდა ცოდვებია და ღვთის გმობა. მაგრამ მოაცემი ადამიანი შეინანებს ეკონომიით ეკლესია მაინც აძლევს საშუალებას ადამიანს სინანულში ჩავარდნის შემდეგ, გარკვეული ეპიდემიის შემდეგ და ასე შემდეგ რაღაც თემა, რომ ისიც მოინანიოს და დაუბრუნდეს ისევ ღმერთს. ვინც ბოლომდე მოითმენს, დაითმენს, მას სამოხის კარი გაიგო. უკვე ღია სამოხის კარი ქრისტემ გახსნა, მის გაღებულს ვერავინ დაკეტებს. და უკვე აქ არის ღია, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის წიარი, რომელშიც თქვენ ხარ. ვინც ბოლომდე დაითმენს, მას უკვე გაღებული აქვს სამოხის კარი. წირვაზე, ლოცვაზე, აქ თქვენ მოხსენიებებში, სინანულში, ღვაწლში მყოფი ადამიანი უკვე ღვთისაგან განსაკუთრებულ მადლს იმსახურებს და დაუმსახურებელ წყალობას ღმერთი აძლევს. არა დამსახურების გამო, მაგრამ არამედ ღმერთი მას როგორც მონანული სოდვილს წყალობს და მართალი უყვარს, უვლენს მას და აძლევს საშუალებას მადლით იპოვოს საკუთარ თავში სასუფეველი, მაგრამ ამას ძალიან დიდი სინანულთან შეხვედრა სჭირდება. შენი უარყოფითი მხარე, შენი კუპრი მხარე, შენი ნეგატიური, ჩრდილოვანი ასპექტის შემეცნება, მტკივნეული და გამწმენდელი ტკივილებით სავსე შემეცნება სჭირდება, რომ ეს გადალახვეს, ნალექიეს, ტოქსინები დაილექოს, განიწმინდოს, გაფრიალდეს ის სარკმელი, რომელშიც უნდა გაიხედოს ადამიანმა და მისი ცხოვრების მასშტაბი დაინახოს, დაილექოს ეს ყველაფერი და განწმენდილ მასად იქცეს, განწმენდილად იქცეს ადამიანის სულში, სამშობლოში, სხეულში. შემდეგ ეს ყველაფერი უნდა დისცილირდეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერმა თავისი ადგილი უნდა იპოვოს ანალიზით, სინთეზით და დაცემებისა და ტკივილების შემდეგ, როგორც აღნიშნე, თავიდან ყველას ადვილი გონია ქრისტიანობა იწყებს და სიაღმავალი აღტაცებული პირველი ხანი, პირველი დღეები, პირველი წლები გონია, რომ აი აღტაცებულია და ძალიან კარგად მიდის პრინციპში და სწორიც არის და აძლევს უფალი დიდ ესე ვთქვათ შეწევას, მაგრამ მერე ხო ის აუცილებლობა ვიწყება ნეგატიური ასპექტის ამოტივება და დუღილი, რაც ადამიანში საკმაოდ მწვავე დაფეთებასა და შეხვედრას იწვევს თავის თავზარდამცემ შინდილოვან მხარესთან. რაც არ უნდა გააგვირდეს, თუ კი გაფრთხილებულია და მოწვრისგან გარიგებულად შეიარაღებულია გაფრთხილებით, იგი ბრძნულად მიუდგეს უნდა ამ შეხვედრას. თუ მან ეს გადაიტანა თავის ნეგატიურ მხარესთან შეხვედრა გადახარშა, მოინანია და გააცნობიერა, თუ ეს გადაიტანა მან კარგად და გადარჩა, მაშინ გააგრძელებს იგი აღმავლობაზე, გარდაქმნაზე, განხტობაზე, სიახლოვეს, მაგრამ თუ ვერ მოინანია, თუ ებსხვერპლა ამას, თუ დაიშალა საკუთარ ასე ვთქვათ ნეგატივთან, საკუთარ დესტრუქციულ შინაგან დესტრუქციულ მხარესთან, ჩრდილოვან მხარესთან შეხვედრისას, თუ დაიშალა იგი მისი შინაგანი სამყარო, მაშინ ძალიან ცუდად არის მისი საქმე, ამიტომ ნათქვამია, ნეტარარს, რომელი არ დამკოლდეს შემდა მომართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია დაძახებული, მაგრამ ცირედი არ მკოლდება. ცირედი ხოლმე ხანდახან რჩება, ისე რომ ძალიან ბევრი მკოლდება, მაგრამ მათაც წყალობს ღმერთი. რატომ? იმიტომ რომ არის გლობალური ნებახთვის, არა ნებავს სიკვდილის ოდლის, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი. მაგრამ კონკრეტულად როგორ გარდაწყდება ეს ადამიანის ცხოვრებაში, ეს თვითონ მან უნდა დაინახოს და ნახოს და შეიმეცნოს. გიყვარდეთ ყველა, ეცადეთ რომ
ყველაში სასופველი იყო, ყველაში სასופველი დაინახა მოყვასში. ხატება ადამიანი და მსგავსება უნდა აღასრულოს. გიყვარდეთ ყველა ესადეთ რომ იპოვოთ სასופველი, სიყვარული კი ყველა კარს გახსნის და გააქვს. ვინც კეთილს დესავს, კეთილს მოიმკის. ვინც ილოცებს და ღმერთს შეევედებს თავის სარკივარს, იგი ყველა მწუხარებას მისი დაწყნარდება და სიკეთით დამთავრდება მისი ყველა პრობლემა და გადაიჭრება. გადაესახება ჯვარი. ვინც სიკეთეს თესავს, აუცილებლად გაასმაგებულად მიუღვა სიკეთე. როგორც თავის სიცოცხლის მანძილზე, ისე შემდეგაც ღმერთმა დიდი ხანი მოწესროს. ამიტომ მინდა გისურვოთ, რომ ეს მისწრაფება თქვენი შეიწიროს შეიწიროს თქვენი სურვილი სრულყოფილებისა და იყვნენ სრულ, როცა ხარებას შეერევით, რაცა მამაი თქვენი ზეცათა სრულას. რასაც დიდი შრომა, დიდი ღვაწლი, დიდი ლოცვა, დიდი სულიერი ემოციონალური და ხორციელი გაწმენდა სჭირდება. რასაც ყველას გისურვებთ. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს სიხოს თქვენ ყოველთვის.